მოგესალმებით მეგობრებო. რამდენიმე დღის წინ გავსინჯებ მექსიკური სამზარეულოს ერთ-ერთი უგემრიელესი კერძი ფახიტასი, რომელიც უზომოდ მომეწონა. გადავწყვიტე ოჯახისთვის მომემზადებინა და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. თქვენს გიზიარებთ ვიდეო რეცეპტს, რომელიც აუცილებლად უნდა მომამზადოთ. ამისათვის დაგჭირდებათ 1 ჭიქა კარგი ხარისხის გრძელი ბრინჯი, რომელიც კარგად უნდა გავრეცხოთ. Dasvit 2 ჭიქა წყალი, ჩამატეთ ნახევარი ჩაის კოპი მარილი და დადგით გაზზე ნელ ცეცხლზე. დაგჭირდებათ დაახლოებით 300-400 გრამი ცილე, რომელიც უნდა დაჭრათ თხელ და გრძელ ნაჭრებად. მოვაყარებთ მარილი, პაპრიკა, დაღერღილი წითელი წიწაკა და ძირა. ეს ყველაფერი ნახევარი ჩაის კოვზე. კარგად შევუყრიეთ ერთმანეთში და გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთი, რათა გემოები კარგად გაუჭდეს. შემდეგ გახურებულ ტაფაზე დაასხეთ ზეთი და შებრაწეთ მომზადებული დამარინადებული ხორცი. მანამდე მომზადეთ ბოსტნეული, დაგჭირდებათ ბულგარული წიწაკების სხვადასხვა ფერის 1 თავი ხავრი. შებრაწეთ ხავრი ხორცთან ერთად. ჩამატეთ ტკბილად და გრძლად დაჭრილი ბულგარული წიწაკები. უხდება ყვითელი ბულგარული წიწაკაც მე არ მქონდა, ამიტომ ვერ გავუკეთე. დაგჭირდებათ 2 კბილი ნიორი, პილპილი და კარგად მოთუშეთ. ამასობაში ბრინჯიც მოიხარშა. თასზე გადააფარეთ კულინარიული პარკი და გადაიტანეთ ბრინჯი. მოვუკარეთ თავზე პარკი და გააჩერეთ დაახლოებით 5 წუთი, რათა ფორმა მიიღოს ბრინჯმა. დააფარეთ თავზე ფებში და გადმოაბრუნეთ. აი ასეთ ლამაზ ფორმას მიიღებს ბრინჯი. და შემდეგ გვერდებზე შემოუწყეთ მომზადებული ფახიტასი. ამ ინგრედიენტებით გამოგივათ 3 ულუფა. აუცილებლად მოამზადეთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი პურის სამზარეულო, რათა ნახოთ ახალ-ახალი და უგემრიელესი კერძების ვიდეო რეცეპტები. დამიკომენტარეთ, დამილაიქეთ. ველი თქვენს გამოხმაურებებს, გებშვიდობებით მომავალ გემრიელობებამდე.